სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბამდე მისასვლელი გზა ხვალამდე უნდა აღდგეს. სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მოსახლეობას უკვე მიეწოდა სურსათი, პირველადი მოხმარების ნივთები და გენერატორები. პრემიერმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ გამეზარდაშვილს, რომელიც სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში უშუალოდ არის ჩართული. ნახევარი გზაზე მეტი არის გაწმენდილი. მე ვესაუბრე ჯავახში ნოდარს და მითხრა რომ დღის ბოლომდე ან მაქსიმუმ ხვალ უკვე გაიხსნება გზა. რაც მოგვს საშუალებას რომ ტექნიკა შემოვიყვანოთ და სამუშაო ძალა, რამდენიმე ასეულ ჯარისკაცსა ზოგადად ფიზიკურ ძალას შემოვიყვანოთ, რომ ერთიანი ძალებით დავეხმაროთ მოსახლეობას ადგილობრივს. ესე იგი ყველა ოჯახის მდგომარეობას აქვს ერთ სახლების მდგომარეობას გრადობა შევამოწმებთ. თუ რაიმე ზარალი იქნება, ზიანი იქნება, ჩვენ ამას დავიწვი და მაქსიმალურად დავეხმაროთ აუნაზღაურებით. რო იმედი არ აქვს, ყველანაირად მხარდაჭერა, სიტყვიერად, სითბო, პროდუქტი, რო იტყვიან ყველაფერი. უკმაყოფილოები ნამდვილად არავათ. სიტყვიერადაც დაგვეხმარეთ, გზასაც გვიკეთებენ, ყველაფერში დაგვეხმარეთ, ბიჟოკი მოგვიტანეს, ის ყველაფერში, ყველა პროდუქტი მოგვიტანეს. სულ 3 კილომეტრია წნეთიდან ახალდაბამდე. მე კილომეტრი ნახევარი უკვე გავწმინდეთ გუშინდა დღეს და მოვედით ამ ძირითად ყველაზე ასე ვთქვათ კრიტიკულ ადგილამდე. დღეს ალბათ მოვასწრებთ რომ აქ ჩავდოთ მილი, ეს ნიშნავს რომ აქ უკვე ყოველ შემთხვევაში დღესვე შეეძლებათ მე მგონია დიდ მანქანებს გავლა.